Pelika mamisat, vazisat, dazmenisat suvisat var. Amin. Esminda ეკლესია იხსენიებს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ერთ-ერთი არხის გადასვენებას ათონის მხრიდან რუსეთში. ივერიის ღვთისმშობლის ხატი დამორჩეული სიზმინდია წმინდა ეკლესიისთვის სასწაულად მოქმედი ხატია ათონის მთაზე ივერთა მონასტერში ბრძანდება და დღემდე აი ამ ხატის ზედაში აღესრულება სასწაული. ასევე დღეს იხსენიებიან ქართველი მოწამეები, ვინც იერუსალიმში ეწამნენ უფლის არტყობების გამო. ისინი მოღვაწეობდნენ შვილის მონასტერში, მაშინ როცა მუსულმანობა იერუსალიმი დაიპყრეს, მრავალი ქრისტიანი აწამეს, მათ შორის ბუნებრივია იქ მოღვაწე ქართველი მამები. შვილის მონასტერი ქართული მონასტერი იყო იერუსალიმში და იქ მრავალი წმინდა მამა მოღვაწეობდა. და ეს ეკლესია ასევე მათ იხსენიებს. ერთი წერილი მოუძებნე წავასწრე შემთხვევით ნიკოლოზ სერბის წერილია, პატარა წერილია. ეხება იუდას განცემლობას. ანუ ის რომ მასკოვის გვერდში იყოფებოდა იუდა და იყო გამცემელი. ეს მინდა მამა ამაზე დაყოლებით თანებს რომ დღესაც არიან იუდები ეკლესიის წიაღში ყოფნით, რომლებიც იმყოფებიან ეკლესიაში, ვთქვათ, იერარქების გვერდში, მაგრამ არიან ცნობიერებით იუდა. თქოს ეხმიანება ეს წერილი ჩვენს დღევანდელობას, ჩვენს გარშემო რაც ხდება, იმიტომ რომ ალბათ განსაკუთრებული ბრძოლა დაიწყო წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ და სამწუხარო ამაში არის ის, რომ სასულიერო პირებიც ამას ხელს უწყობთ ამ ბრძოლას, რადგანაც ბრჭყალებში თუნდაც სიმართლეს ლაპარაკობთ ეკლესიის გარეთ. ამას ვესაუბრებით ხალხს, ვინც არის ეკლესიის მტრები, ვინც ზრუნავენ დღენიადად ეკლესიის რაიმე ზიანი მიაყენებენ. ახლა მეორე აღარ გავავრცელო, ის პატარა წერილი მithmenet წაიგებთ. ქადაგება გამცემლის ხელზე. ხოლო აჰა, ხელი გამცემელისა, ჩემისა, ჩემთანა ტაბლასა ზედა. ამას პასუხი ამბობს საიდუმლო ცერობის დროს იუდას მიმართ. ხედავთ მთავარს, ყველაზე მეტად მაშინ უძნელდება მტერთან ბრძოლა, როდესაც საკუთარ ბანაკში თავისიანებს შორის ყავს მოღალატე. იუდას ხომ თავისიანი ითვლებოდა, მაგრამ სინამდვილეში შინა გამცემელი გახდათ. იმ დროს, როდესაც ირგვლივ იესო ქრისტეს მოწინააღმდეგეები იკრიბებოდნენ და მწყობრად ირაზმებოდნენ, ის შიგნიდან ამზადებდა ღალატს. იუდას ხელი თუმცა კი იყო იმ ტაბლაზე, რომელიც უფალმა აკურთხა, მაგრამ მისი ყველა აზრი პლებისკენ მიისწრაფოდა იქითკენ, სადაც მშვიდი და მდაბალი მაცხოვრის წინააღმდეგ ყველაზე შავნელი ხვარწლი
გაშმაგება და სიძულვილი მოგოხდება. ახლა ხომ ღვთის გამცემთა მრავალი ხელია ერთთან ერთად ტაბლაზე. ვინაიდან რომელი ტრაპეზი არ არის ქრისტესი, ის არის სახლისა უფალი და თავადვე აპყურებს საკუთარ ცხოვრებს. ამ უკანასკნელს ხომ საკუთარი არაფერი გააჩნიათ, სრულიად არაფერი. მათ ღვთის ხელიდან ეძლევათ ყველა ის სიკეთე, დოვლათი და ბარაკა, რომელსაც ფლობენ. ამიტომაც როგორც მასპინძელი და მსახური იესო ქრისტე ყოველ ტრაპეზზე იმყოფება. მას შესაბამე მასთან ერთადაა ტაბლაზე ყველას ხელი, ვინც კი დღევანდელ დღეს გასცემს და ხალატობს უფალს. ღვთის ეს წვეულება, თუმცა კი იხმევენ ქრისტეს პურს, მაგრამ ამავე დროს მის წინააღმდეგ მეტყველებენ. თრებიან მისი მზერით, მაგრამ მის სახელს ცილის წამებით ღალავენ, მისი ჰაერით სუნთქავენ და მისივე ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ღვთის აურასხელი წყალობის შემწეობით ცხოვრობენ, მაგრამ დევნიან ღმერთს. საკუთარი სახლებიდან, საკუთარი სკოლებიდან, საკუთარი სასამართლოებიდან, საკუთარი წიგნებიდან და საკუთარი გულებიდან დევნიან მას. გაბრალებული გამიზნულად ქელავენ ღვთის მცნებებს და მის ჟურს დასცინიან. განაეს ადამიანები იესო ქრისტეს გამცემლები და იუდას მიმდევრები არ არიან, მაგრამ არ შეგეშინდეთ მათი. ჩვენ ხომ ღვთისგან გვაქვს ნაბრძანები, არ შევუშინდეთ მის მტრებს, არამედ მოვიცადოთ და მოღალატეთა აღსასრული ვიხილოთ. უფალს ხომ არ შეშინებია იუდასი. მეუფე ქრისტე არც თავის გამცემთა ურდოების წინაშე შემწვარა, შევლეგილა. არ შევერგება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ვინაიდან გამარჯვება უყურია ხელთ და თავის წინააღმდეგ ბოლო წუწყის. მაშინ ნუ შენ შეშინდები. სარწმუნოდ შეუდექი მაცხოვარს და ერთგულად მისდიე მას. ერთგულად მისდიე არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ხედავ, რომ ღვთის საქმე იმარჯვებს, არამედ მაშინაც, როცა მოგეჩვენება, რომ საქმე ღვთისა თითქოს და კნინდება და დაღუპვისკენ მიიდრიგება. ნუ შეშინდები, ვინაიდან თუ კი შიში და შფოთი მოგიცავს, მაშინ იესო ქრისტეს სერზე იუდას მარჯვენა შესაძლოა შენს ხელსაც გადაეჭროს. თოი ყოვლის სამძლეო უფალო, დიდითა ძალითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა შეგვეწიე ჩვენ, დიდება და ქება შენ და ღმერთო უკუნისამდე. ამინ. აი ამ წერილით ყველაფერია შენი აზრით თქმული, რადგანაც ხშირად გამცემლები და ეკლესიის სწავლების გამცემლები ეკლესიის იახშივე არ მიახონებენ შემოჭრილი მაცხოვარმა ჩვენ აგვაფრთხილა, რომ იქნებიან წემსები, გლები სხვის ხურქით შემოსილნი და მათ არ უნდა დაუჭიროთ და არ შევშინდეთ. ეს ბევრი ამბობს, რომ აბა რაღა უნდა ვერწმუნოთო, ეკლესიაში რა ხდებაო და რა ხდება ისე, რაც არ მომხდარა არასდროს. პირიქით, სადაც იყო მადლი ღვთისა, იქ იყო ბრძოლა ეშმაკისა. ამიტომ ნურავენ დაბყდება, ნურავენ შეშინდება, ჩვენ ყავს წინამძღოლი, გამარჯვებული უფალი და მას მივსდით. დანარჩენი რაც
დაფარულია კასტაგან, გაცხადება ისიც ძალიან მალე. Agats უფალმა თქვა თავად, რომ ყველა დაფარული გაცხადება და გახდება საჩინო. ჩვენ ნურავეს რომ გამიგითხავთ, ნურავეზე რომ ვილაპარაკებთ, ნურავეზე რომ შევშფოთდებით, მით უმეტეს ახლა მარხვა იწყება, დიდი მარხვა და ამ დროს მით უმეტეს არ შევშვენით ჩვენ განკითხვა და სხვაზე ლაპარაკი. სამწუხაროა, რომ ეს ამბები ზოგიერთმა გამოიყენა ძალიან ცუდად და ილაპარაკეს არასათქმელი რამ. რაც არეგების მით უმეტეს სასულიეროების საუბარი მით უმეტეს ეკლესიის გარეთ. მერტმა შეგვინდოს შევიცოდეთ რომ მერტმა დაგვიწოდა